შეხვედრების ახალი ადგილი, Sheraton Grand, თბილისი, მეტეხი პალასი. შვენება ჩვენი დედაქალაქისა, რომელიც იცით, ყოფილა ამიერკავკასიაში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. აშენებულა შორეულ 90-იან წლებში, 1991 წელს. ჩემთვის ეს პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იყო, პირველი საერთაშორისო კონფერენციები, პირველი ევროპული საუზმე, ყველაფერი პირველი. აი სწორედ აქ უნდა შედგეს ჩვენი შეხვედრა. ჩემი და კაცების შოუს ბიჭების. დათო, შენ უფროსი ხარ, მე ვარ 72-იანი, მე შენ ხარ 15-იანი, მე შენ ხარ 17-იანი, მე შენ ხარ 82. რა იყო ხო? მომისმენე. რა მოეწონა? ძალიან გაიქცა რა. ეს YouTube რეზინის კი არა. მე შენ უფრო TikTok-ში ხარ. რატო მიყურებ ეს რაღაცეთ კითხებს ვარ? იმიტომ რომ ზედაპირულად ლაპარაკობ. YouTube-ს ხედავობაში არის კასტები, ხო? ხო, სად ვარ ახლა მე? შენ არ ვიცი, მაგრამ ჩვენවත් უფრო მაღლა. ხო, ეხლა კურსი უნდა დამთავრე ხე ეს მარტივია. რაღაც რო ჩემი კურსის დამთავრებაა ჩემებდაცო. არ არის ძვირი. არსებობს თუ არა საშუალო სიკის კრიზისი მამაკაცებში. როგორ არ არსებობს? არსებობს და გადამტები. გავახედა ეკალოფერია დგას. რომელიც ერთი შემსხვენოდა. ფილმს ვეღარ უყურებ, ბოლომდე თუ ძალიან დაძაბული არა. შოქსაში გეცი. საიდან ვსწავლობ კაცებს? ტელევიზიიდან. ესე პირადად არის. არც ერთ. მაშინ უფრო სითის ირგვლივ ტრიალებდი და ასე ვთქვათ, აი ეს ვერ გავითვალისწინე. ვიზიჯი ამხელა. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი შენ გადაცემაში და შენი ფეხი YouTube-ზე. დიდი მადლობა. იცი, მხოლოდ ევროპული ხარისხის პროდუქტებია. ასე მითხრა ჩემმა ახლობელმა წლების წინ და მიმასწავლა გზა ევროპროდუქტისკენ. ჩემი პირველი ევროპროდუქტი იყო საბურთალოზე ცინცაძის ქუჩაზე. ევროპროდუქტის პირველი პროდუქტი ფინური ვალიოს კარაქი. აი ფინური ვალიოს კარაქმა მიმიყვანა გერმანული რიტერსპორტის შოკოლადმა ევროპულ ძეხვილთან და ყველებთან, მათ კიდე პრემიუმ ხარისხის სასმელებთან. და ასე გრძელდება დღემდე. ევროპული ხარისხიანი პრემიუმი, სანდო, ბევრი სხვა არაერთი განსაზღვრება უხდება აქაურობას. ისტორია უნდა დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ევროპროდუქტით, მისი პრემიუმ სივრცით კაკლებში. წავედით. ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი ევროპაში მოგზაურობიდან საქართველოში დაბრუნებისას ისაა, რომ იქ აღმოჩენილი და ამოჩემებული პროდუქტი გვხვდება ევროპროდუქტშიც. სხვათა შორის ევროპროდუქტი იყო პირველი, რომელმაც გვაზიარა ევროპულ პროდუქციას, შეგვაყვარა ის და ერთგვარად ხელი შეუწყო ჩვენში ევროპული ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას. აქ ერთ სივრცეში აღმოაჩენთ უგლუტენო, უშაქრო, ულაქტოზო, ვეგანურ და ორგანულ პროდუქციას. დიდი ხანია კულინარიითა და სახლში კერძების დამზადებით, არა მხოლოდ შეფსარეულები, არაპროფესიონალებიც ვინტერესდებით. და ევროპროდუქტი არაერთი საინტერესო რეცეპტის ინსპირაციის წყაროც შეიძლება გახდეს. როდესაც გვინდა დავამეგობროთ ქართული და ევროპული, ყველა საიდუმლო ინგრედიენტს და არა მხოლოდ საიდუმლოს ვიპოვით აქ ევროპროდუქტში. მოკლედ გამარჯობა. ესე იგი, ჩვენთან შეხვედრებში ეკახოფერიასთან მოვიყვანეთ კაცების შოუს ბიჭები. აი ეს როგორ მოგწონთ კაცების შოუს ბიჭები? მე მომწონს და ვიცი. კაცების შოუ აღარა ვართ. და ბიჭებიც აღარა. ბიჭებზე არაფერი პრობლემა არ მაქვს მე. 60 წლის ბიჭი ვარ. მოკლედ მაშინ კაცებიდან მოვიყვანეთ ბიჭები.
ხო და მე რო შემოვდიოდი, ვიდრე თქვენ გელოდებოდით, მე და ირაკლი გელოდებოდით, მოკლედ ვიხსენებდი ჩემს პირველ შერატონს. ესე იგი, ბევრი რამ პირველი იყო, რა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რაღაცა სხვანაირი საუზმე. ჩემთვის ასე იყო პირველი სხვანაირი ახალი წელი, იმიტომ რომ მაშინ მგონი Eastern Promotion-ის ბიჭებმა გააკეთეს, აი რაღაცა სხვანაირი გარეთ გასვლების ახალი წელი, ხო ჩვენ ბავშვობაში ხო არ იყო, მეტნაკლებად ვინც საერთო ბავშვობა გვაქვს. ხო და ის იყო აი პირველი გასვლითი ახალი წელი და მახსოვს აი რაღაცა ძალიან მაგარი დრო ვატარეთ და მოგეთ მართლა პირველი ევროპაც იყო, ამერიკაც და ყველაფერი პირველი იყო. შენთვის რა იყო, აბა გაიხსენე. ჭოესასტუმრო არის აშენებული ბიძათ მეკუთვნის ის კაცი ბაუზბეგი ცოცხალი ავსტრიაში ცხოვრობს და აქ პირველად რომ მოვედი ბიძათ როგორ გეკუთვნის? ბიძათ მეკუთვნის მართლა? ბაუზბეგი კი. ჩემი ქვისლის ბიძაა რა. მე მეგონა ნიგოზეთიდან იყო. არა, ნიგოზეთში ბაუზბეგები არა, უსახელო. შენი ფისლის ბიძა, შენი ბიძა. პირველად რომ შემოვედი გააჩნია თუ სასტუმროს ამშენებელი კაცია ბიძა და გასავლე რა. ვერ მოიგებს ხოლმე აი. პირველად რომ აქ შემოვედი, აი წარმოიდგინე, დაანგრეულია ქვეყანა, მე ნამყოფი ვარ საზღვარგარეთ GDR-ში, ისიც ჯარში და რო შემოვედი და ეს რაღაცა ისე დავინახე ესე თვალი რა ვაყავი, კინაღამ გადავტრიალდი და დავეცია. ესეთ რამე არ მქონდა ნანახი. ვიფიქრე სადღაც დაკარგე. და იმ წელს პირველად რომ გაიხსნა, ახალ წელზე გამახსენდა და ქონდათ ესეთ შემოთავაზება, შევხვდი ახალ წელს მაშინ რა ქვია. მაშინ ერქვა მეტეხი პალას ჰოტელი. ხა, მეტეხი. შევხვდი ახალ წელს მეტეხში და ნუ მოდიოდი 31-ში და ორ ღამეს აქ ათევდი. რა სამბო? დენი გქონდა. ცხელი წყალი. წყალი, ცივი, თბილი და სასწაული ყვება და ბევრი აი რა მაშინ თან უცხოეთში ვიზიტაც ვერ წახვიდოდი, ბევრი საელჩოც არ იყო საქართველოში და ეს იყო რომ 2 დღით წახვედი საზღვარგარეთ. უვიზო. ნუ აი ეს ეგრეთ წოდებული პაისტკა იყო. უცნაური რა იყო, იცი რა გზნობა მქონდა რომ ბიჭო თურმე აქაც შეიძლება რაღაცა კარგი საშენება. იმდენად უცნაური იყო, რომ აი რაღაცა ძალიან თანამედროვე და ძალიან ისეთი აშენდა რომ ვერ ვიჯერებ და აქ გააკეთეს პირველად მე მაინც ჭამისკენ წავიყვან. პირველი შვედური მაგიდა. ხო. და იხდიდი $27. $27 ეხლა არის $27 თორემ მაშინ იყო უზარმაზარი ვიზა გადამეწოდა და $28 დამიტოვა. ძალიან დიდი თანხა იყო. ნუ კაი ხარა თანხა. $27 ფულად $27 იყო რაღაც ისეთი. უსულრად რაც იზავდი. ახალი წლის მე მოვიტანე $20. ყველაფერი მოვიტანე ახალი წლისთვის. გოჭი ღირდა $3, მაშინ ლარი არ იყო. დოლარი იყო 5000 მანეთი. გოჭში გადავიხადე $3, მინდაუში $2, თავის ტაქსიან და იქ იმით ის რა არის ურიკიან კაციანად $20 მოვიტანე სახში ყველა. შენ ამბობ, ეს არის 90-იანი წლები. 90-იანი წლების შუა. ხო, მართალი ხარ, ხო. და $27 ღირდა ეს შვედური მაგიდა და მანქანაში ვსხედვართ 4 მუტრუკი, ტანად დიდები. და მსჯელობთ, რომ შეძლებთ თუ არა ადამიანი რომ $27 რამე შეჭამო. ანუ რამ ჩვენ ხომ მიჩვევლიოთ სხვისი ფულისად რამდენ მოგებაშია შერატოდი და ზივართ და ერთი ყვება რომ მეო მივიდოდიო და მარტო ხიზილავას და სათავშიო ჩავდიო. რო ამოგება 27. მეორე ძახის მეო მარტო ხორცებს ვეცემოდიო რა, ვეცემიო. ერთმა თქვა არა ბიჭო ხორცი იაფიაო, აი იქო იქნებაო რაღაცე რა ვიცი, ტკბილეული იქნება ძვირიანიო და ტკბილეული უნდა ვჭამო მეო რომ მივალო და უცებ გავიხადე და გვერდზე დგას მანქანა რომიდანაც აი ესე გვიყურებენ და ფიქრობენ რომ საწყალი ის ოჯახი სადაც ეხა ესე რომ გზაშივე გეგმაო რა შეჭამები როგორ გაანადგურო ფინანსურად დასწე ოჯახი. კაი, სხვა ეს თუ შენი შერატონი ან ის იმ დროს შერატონი ალბათ იყო პირველ დასავლეთი შემოვიდა აქედან რა, ანუ პირველად რო ვინც სადღაც ნამყოფი არ იყო
ეს რო გენახა რომ იქ რა ხდება, იყო შერატონი. ნუ მარკო პოლო ალბათ გუდაურში და ეს აი ისიც ორი ვიდა შემისაშენებულია. კი ბატონო, კი ბატონო. ხო ეს ორი რაღაცა იყო, აი ეს მაშინ არც ტელევიზიიდან მქონდა ნანახი ბევრი რა ხდებოდა, სოციალური მედია არ არსებობდა და აი რეალურად რო გენახა რა არის, აი აქ რომ მოხვიდოდი, უი, თურმე ესეთი ნუ შერატონი და სანტა-ბარბარა რა, ეს იყო ჩვენი ფანჯარა. ჩვენთან მოკლედ ასაკობრივად როგორ არის დათო, შენ უფროსი ხარ, მე ვარ 72-იანი, მე შენ ხარ 75-იანი. 15-იანი, მე შენ ხარ 17-იანი, მე შენ ხარ 82. რა იყო, ხო? მომისხარ. ძალიან გაიქცა რა. სამწუხაროდ დაბადებისას არ ირჩევენ ადამიანს. არ ირჩევენ. რაღაც. კაი. ბარემ რომ თემა, იმას ვთქვათ, რამე გააქვს ესეთი შენი შერატონზე? მეტეხთან მე დაკავშირებით. შერატონი გავიგე ბექემის წიგნიდან, რო წავიკითხე, იქ ეწერა რომ თბილისში რო ვიყავ. ხო გითხარი ამა შერატონი წაკითხული. ნახი დღეს ნახა პირველად. წესი შემთხვევა როცა მესმე თანხმები გიორგის და გიორგის. საკითხული გაქვს, ხო? და არ აღწევს კარგად არაფერს საქართველოში გარდა შერატონის. ასე მე ერთხელ მოხვდი აქ, ეხა მეორედ. მართლა? მეორედ. ჩაიფიქრე. მე პირველად. მართლა? და მაშინ ხონო აღმატებულება. მე ხო პატარა ვარ. ხო. და ის მახსოვს რომ ვალარი გადავიხადე ან წყალში ან ყავაში, რაც მაშინ იყო ის ამომხტარი ფასი. რომელიც ბაზრობაზე იყო. იმ თვეში რაღაცა მოიყელი. ბიბი ჯემპრი. აი, ამჟამინდელი გადასახედიდან ტელევიზია იყო და ის რასაც თქვენ აყენთ ყველაზე მთავარი და კარგი რაც მოხდა თქვენ ცხოვრებაში, ან რა მოლოდინითაც მოხდა, მოდი დათო ისე ვთქვათ. ხო. მე ყველაზე გვიან მოვედი ამათგან, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უფროსი ვარ. შემოხვედი ღამის შოუში. არა, მოვედი აი ამ კაცები რასაც ქვია ეხლა, მაშინ პირველად რო გადიოდა ერქვა ღამის შოუ, ხო? კი. და იმედზე გადიოდა. იმედზე გადიოდა და მოვხდი ამათთან ერთად. ესენი 4 კაცს ეძებდნენ და მე-4-ეთ რაღაცა მოდი ესეც ჩავწეროთ და მანამდე სად იყავი, რას ეკეთებდი? მანამდე მე ვარ ფიზიკოსი. ერთი პერიოდი ვიყავი უმცროსი მეცნიერ-მუშაკი. მერე ვიყავი კომპიუტერშიკი, IT-შნიკი. სოფლიო ბანკში მუშაობდი, მერე IT მენეჯერი ვიყავი, ორი დიდი ორგანიზაციის. არასამთავრობო ორგანიზაცია ცხინვალის გარშემო სოფლებში ჭაბუღილებს ვაკეთებდი და ტოლებს 1000 სამსახურზე გადამხდარი კაცი ვარ. საოცარი. და ამათან რომ მოვედი რაღაცა პერიოდი კიდევ აგრძელებდი, მაგრამ მე მივხვდი რომ ეხლა ჩემი ასაკი IT-ში ცოტა უკვე ის არის რაღაც გატორმოზებს. და მოხდი რომ როგორ მიხდე რომ შეხარ ის რომელიც კაცების მე ვიყავი კავენშიკი, უნივერსიტეტის პირველი კავენის კაპიტანი ვიყავი მე ერთი თამაში, მაგრამ მაინც და არ გიცნობ ესენი არის ან ჩემი დაზრდილები არიან, ან ჩემი დაზრდილების მიერ დაზრდილი. მაგრამ აი როგორც მოლანასრედინი ხო არის მოცემით ის. ვიღაცა უხუნჯიკაცი არის. კაი, ერთი წამთ, ანუ რეალურად მაინც რომ მაშინ თქვათ ეს თქვენი წარსული არის ეს ეგრეთ წოდებული კავეენი, ხო? ყველასი. რატო ეგრეთ წოდებული? ნუ კაი კავეენი, ხო? ქართულად როგორ ქვია? მანსანკანი ერქვა ქართულად, ხო? მანსანკანი, ხო? ქართულად საზრიანთა კლუბი. ხო, უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თუ სულ ერთი იყო სადაც იქნებოდა. რატო მიყურებ ეს რაღაცეთ კითხვებს, სხვა? იმიტომ რომ ზედაპირულად ლაპარაკობ. ძალიან მასაკი. მოიცა ერთი წამი და ანუ ესე იგი ყველა იქ იყავით იმ თესეოს მანსანკაში. რაღაც პერიოდი კი. ხო. აქ მხოლოდ საუკეთესო შეფები იკრიბებიან და ქმნიან ისტორიას ევროპროდუქტთან ერთად. კულინარიის 3 განსხვავებული მიმართულება და 3 გამოჩენილი შეფ-მზარეული. ლუკა ნაჭყებია, თეკუნა გაჩეჩილაძე, ქეთი ბაქრაძე. თეკუნასთან ინტერვიუს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. დღეს კი გავესაუბრებით ლუკა ნაჭყებიას და ქეთი ბაქრაძეს და მათი სამზარეულოს კულისებში შეგახედებთ. მოგესალმებით.
ლუკა ნაჭყებიას სამყაროდან. მე აქ პირველად ვარ და კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს სტუდია სამზარეულოში, ხო? დამიხარია, რომ გვეწვიეთ თქვენ და სტუდიაში. ხო, მადლობა ევროპროდუქტს. მადლობა. ესე იგი, ლუკა, ასეთი ამბავია, რომ დიდი ხანია უკვე მეგობრობ ევროპროდუქტთან, მაგრამ აი ეხლა ამას ემატება ბრენდ ამბასადორი. რას ნიშნავს? მე მგონი რაღაც დონეზე ბუნებრივი ნაბიჯია. ზოგადად ჩემი მოხვედრა ევროპროდუქტთან არ იყო რაღაც ესე ვთქვათ კომერციული ნაბიჯი, უფრო იყო ის რომ ლოგიკური იყო, იმიტომ რომ როგორც მომხმარებელი, ანუ პირველი დღიდან რეალურად ხომ თელ ჩემ სახლში რაღაც პირველობ ესეთ პროდუქტს რომელიც მაფუჭებადი არ არის, ყველაფერს ყიდულობდი ისე ყოველთვის ევროპროდუქტში. და მე რომ დავიწყე YouTube-ზე მოღვაწეობა უკვე პარალელურად რაღაც პანდემიის პერიოდში ფიქრობდი რომ მეთქი ვისთან ვითანამშრომლობ და ნუ მილიონ კომპანიაზე თქვი ვარ, იმიტომ რომ არ მინდოდა რომ ვინმე შემეყვანა ჩასტომაში რომ ის პროდუქტი გამომეჩნდა ეკრანზე, რაც რეალობაში არ ვიყენებ რა. მხოლოდ იმას რაც სახლში მიდევს იმას ვიყენებ გადაღებაშიც. რომ მით უმეტესთან ახლა ბავშვი შემეძინა მაგის მერე მით უმეტეს ის მაქვს რომ ანუ გონია რომ კიდეგანო დანაშაული არის რომ ის პროდუქტი გამოიყენო რომელსაც სახლში არ იყენებ, ამიტომ რეალურად ბავშვთასაც ყიდულობ ევროპროდუქტში, ამიტომ ანუ ბუნებრივი ნაბიჯი იყო. უდიდესი აუდიტორია ყავს, მილიონიანი ნახვებიც აქვს. აი, რით არის განპირობებული ასეთი ჩართულობა მაყურებლის? ნუ მან ორი მხარე, ერთი ის რომ კულინარიაში გულწრფელად დაინტერესებული საზოგადოებაა საქართველოში, იმიტომ რომ ახლა კულტურა რო არის მზადების სახლში, ეგ ძალიან დიდი პლუსია ქვეყანაში და ძალიან მიხარია. გულწრფელად არაფრის დამალვით მაქსიმალური ინფორმაციით ამომწურავად, რაც შემაქვს ცოდნა კულინარიაზე გადავცე ისე რომ არ გავართულოთ, არ შევქმნათ ეს რაღაცა ძალიან მაღალი, ესე ვთქვათ, თამასა, უწამელობის შეგრძნობა, რომ რაღაც განსაკუთრებული ჭირდება კაი კულინარიას. კულინარია არის პროდუქტი. ხო. კაი პროდუქტი, კაი კულინარია. არ არსებობს ცუდი პროდუქტი, კაი კულინარია, არსებობს კაი პროდუქტი, ცუდი კულინარია და კაი პროდუქტი, კაი კულინარია. წყაროსავითაა ხვდებით ეს კაი პროდუქტი და იქ როგორც ველური ცხოვრები მივდივართ იმ წყაროსთან შეფებით და იმ წყაროსთან ვიკვებებით ხოლმე და ახლა ეგეთი ალეგორია რო გავაკეთოთ რა. და ევროპროდუქტი არის ის წყარო, რომელიც ზოგადად ჩემთვის არის პრაქტიკული ძალიან და ადეკვატური. შენი 5 ტოპ პროდუქტი ევროპროდუქტში. ჩემი საყვარელი სექცია არის უშაქრო და დაბალშაქრიანი პროდუქტები არის, მანდ არის quickberry-ის ორცხობილები და რაღაცა ვალიოს პუდინგები ცილის. პუდინგებიც არის, კრემებიც არის, ну დიდი სერია, ძალიან ვერ გასული გემოთი და ანუ აი შვება ჯერ თუ ჯანსაღება გინდა, თუ ცილა გინდა მიიღო ნორმალურად, ну აი სასწავლო პროდუქტია და მე მგონი ესეც ჩემი მაგას გაპირება არ ჭირდება, იმიტომ რომ ყველა ვინც ვარჯიშობს ან რაღაცა ეგეთი, ყველა მიცის ეგ რომ დაბალკალორიულია, დაბალშაქრიანია და თან ძალიან ბევრი ცილა აქვს და თან გემრიელია. მოინიშნეთ ლუკა ნაჭყებიასგან ევროპროდუქტის შესანიშნავი ხუთეული. მე ახალი ადამიანი ვარ YouTube-ში და მიხვდით რომ რაღაცეთი 3 წელია ინტენსიურად უყურებ და ეხლა მაინტერესებს თქვენგან მოკლედ კარგია რომ შემოვედი YouTube-ში, რას უნდა վել არა? არ უნდა გეკ. აი რა იყო თავარი ცვლილება, როდესაც მე შენ უფრო TikTok-ში ეხლა რომ გიყურე უფრო TikTok-ის ტიპაჟი. კაი, რა იყო თქვენთვის YouTube-ში გადასვლა? აუცილებლობა, ლოგიკურად მოვიდა ეს ამბავი. ჩანელს კომენტარი იყო ძალიან მაგარი, ესე კითხა ახალი დაწყებული ქონდა ერთ-ერთ YouTuber-ს და ჩანელა უყურებს. ეს YouTube-ი რეზინის კი არა. და მე აღმოვაჩინე რომ მე და თქვენ გავდივართ ერთსა და იმავე დღეს. ხო, მაგრამ YouTube-ში აი ახალი გადმოსული რო გავდივართ მაინც ის ტელევიზიის სიტყვა. ანუ არ თქვა, არ უნდა თქვა. ვიდებით. კაი, აი რა ხდება? რა განსხვავება YouTube-ს და ტელევიზიას შორის? კუთხეში აწერია YouTube. უცებ რო შეხედო, ამიტი გაარჩე. მე დავანებე სიგარეტს თავი და შესაბამისად რომ დიახ და დავანებე სიგარეტს თავი და დაიწყე YouTube. YouTube-ზე ეწევია. და YouTube-ზე ეწევია. ეგეც არის. და მოკლედ ტკბილი არ უნდა ჭამო, რომ არ გასუქდეო რა. თან YouTube-მა ხო იცი ხა ისეთი იცის კიდევ უფრო რეალისტურად აჩვენებს ყველაფერს და ესე იგი გადავწყვიტე რომ არ ვჭამ ტკბილს, მაგრამ ჩემმა მეგობარმა მიმანიშნა რომ არსებობს ესეთიო ეკაო ძალიან კაი ნამცხრობიო, უშაქრო რა და მოკლედ ამოვიჩემე ეს ერთი წავით, ეს არ არის რეკლამა, არავის კაპიკი არ გადაუხდია მაშინ, არის ესეთი კაფე sugar free, ხო და მოკლედ მივაგენი და თვითონ გადავირიე, რომ რა გემრიელია, თურმე მაინც კალორიულია, მაგრამ ნუ მე ხო ვამბობ რომ არ არის ესე ვთქვათ შაქრიანი და მივირთმევ და
ბევრი მომდის რა, გამოვწერ ერთხელ ორჯერ გლოვოთ რა, სახში იძახენ ეგ რაღაცა ზომაც გაჩენ. მაგათ მე ესე ვთქვი რომ მორჩა აპრილამდე, როგორც იცი, აპრილამდე მე არ ვჭამ ტკბილს, არ ვჭამ შუგაფრის, არაფერს არ ვაკეთებ, დავისხი ჩაი, იმის რა ქვია რაღაცა მაჩა თუ რა ვიცი რაც გინდა. და აი უკვე ვეწევ ესე ცხოვრებას და მოდი ხა მე დავკავდები საქმე და აგერ მოდი ჩართო კაცები და ვუყურო ამათ გადაცემით. ჩართო თქვენი გადაცემის კი ახალი მაქვს დათქმული რომ შუგაფრის არ ვჭამ. აუ მაგამაც ის ეპიზოდი ჩართო და იწყება ამათი გადაცემა ესეთი შემოტანტალდნენ. და რაღაცა ნაცნობი ყუთებია. შუგაფრის ყუთებს აი ესე ხსნია ხალხო და ჭამენ როგორი იმით იცი რომ და მე აი რა დამემართეთ ესე გიყურავთ რაზეც თქვი ვარი ზუსტად 2 წამში თქვენს მაკეთებდით და ჭამდით იმ თქვენს გადასარევ შუგაფრის. გამომართეთ ჩემსას რაღაც. არ გამოგართეთ ყველაფერი ნახტამი ნახებია. ოპა! ვის ყავს შვილი ეგრეთ წოდებულ თინეიჯერობის ასაკში, რთულ ასაკში? ო, სანდრო ციგრია. შენ დიდები. თინეიჯერობის ყავს. რთული რამდენად არის არ ვიცი. უფროსი თინეიჯერი ანუ. რამდენი წლის არის? მიცამ პატარა 11-ის. და რა ვიცი, სწავლობენ სკოლაში. ხო. კარგად. ნიცა კარგად. ნიკოზე სურვილი გვაქვს რომ კარგად ისწავლოს. ხო. და ხო, აქ ის საკობრივი რაღაცები უკვე ის. ჩანს. ადრე იყო რომ შენ თუ 24-7-ზე მუშაობდი, ეს კარგ ტონად ითვლებოდა რა, დაკავებული დედა, საქმიანი დედა და მე ცოტა უკანა რიცხვით რომ იხედები ახლა, ხო, ბევრ რაღაცაზე მართლა გული მწყდება და პრინციპში ვფიქრობ, რომ შეიძლება და მე თქვა, რომ არა იცი რა, მე ამას არ გავაკეთებ და მოდი მე იმიტომ რომ არც არაფერს არ დავკარგავდი. აი, არის დათო შენთან რაღაც ესეთი მომენტები, აი როგორც მშობლის და აი შვილის ურთიერთობის, რაზეც აი ფიქრობ, რომ შეიძლება და სხვაგვარად ყოფილიყო. ყოველთვის საბოლოო ჯამში ხა ძალიან ამასაგიდან რომ გადახედავ ყოველთვის ხდება გული რომ ახლობლებთან უფრო მეტი დროს გატარება შეგეძლო. ეს არის რა, აი რა ვიცი ხა ჩემ შვილებთან რაღაცასე გამოსწორები. მშობლებთან უკვე ვეღარ გამოვასწორებ. ეს ყოველთვის არის რა, როცა ადამიანი ძირითადად გარეთ ხარ გასული და რაღაცას აკეთებ, ну, გული წყდება, რომ აი იმ დროს იქ რო არ ვიყავი ცუდი, ამიტომ ის აღარ გამეორდება. ხო, არის ეგეთი გულწყვეტა, მაგრამ ну, რას იზამ? ეხლა შეიძლება არჩევანი რო ქონოდა იმ დროს, მაინც გარეთ წასულიყავ, იმიტომ რომ რაღაც ისეთ პასუხისმგებლობა გაწევს ადამიანს, რომ ხანდახან იძულებული ხარ, რომ რაღაცები ისეთი გააკეთო, რომელიც შეიძლება ნაკლებად სასიამოვნოა, მაგრამ საჭირო. ხო. შენთან როგორ არის აი ეს რაღაცა ბალანსი ურთიერთობის იცავდი ოჯახის საქმე? კი, მეც ძირითადად ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, სულ გარეთ ხშირად მიწოდა გვიან მისვლა და მithmet რაღაც დიდ პროექტს თუ აკეთებ, ისეთი დაკავებული ხარ, რომ ნუ აი ვერ ახერხებ და ხანდახან იას მოყავდა ხოლმე გადასაღებად რეალიტის როცა ვიღებდით, მაშინ განსაკუთრებით საოცრება ხდებოდა და ხო, ამას რაღაც მომენტში რა ნუ მეორე მხრივ გამოსავალი არ არის რა, ეს სახში იყო და მე შეიძლება მეორე იყოს რომ იმაზე იფიქრო და ინანო რომ აუ რაღაც ცოტა მეტი რომ მემუშავა და მეტი იმიტომ რომ ბევრი რაღაცა არის რომ თუ არ გააკეთე ეს გარეთ რაშიც დროს ხარჯავ, ამითი აკომპენსირებ მე იმას რომ რაღაც საშუალებას აძლევ რომ უკეთეს პირობებში ისწავლოს. აი როგორ იყო სიტყვაზე თუნდაც 10 წლის წინ შენი რეჟიმი დღის და აი ეხლა ხო, ეხლა ბევრად ლაითია რა. აი რამ დაკარგა ეხლა აზრი კარგი გაგებით. აი რა არის, რაზეც ეხლა უკვე აღარ ნერვიულობთ. მეგობრებო. რაზეც ადრე შეიძლება და უი. ხარდა პირიქით არის, რაც უფრო ასაკში ხარ, უფრო ბევრ რაღაცაზე ნერვიულობ. უფრო მეტად ჩფოთავ. ხო, რაც ვაფშე ფეხებზე გეგინდა. აი მაგალითად, მოდი ვთქვათ რა, აი რა გვადარდებს გარდა იმისა, ქვეყნის მდგომარეობა, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ეს ყველაფერი გასაგებია. აი მაგაზეც, აი თუნდაც ქვეყნის მდგომარეობაზეც ადრე უფრო ნაკლებად, ანუ შეიძლება უფრო ნაკლებად განვიცდით რა იყო, ეხლა უფრო მეტად განვიცდი რა.
ანუ უფრო მეხება, უფრო ნერვიულობ, უფრო ვფიქრობ, რომ აიმე რაღაცა. ხო, იმიტომ რომ მარტო შენ თავზე გარკვევ ფიქრობ შენი შვილები. ხო, და ადრე რაღაცა ლაით ეს მოხდა, ხო, გაიარავს. აი კიდე ეს ღელვა აი რაღაცებს ხო არის ჯანო შენ მინდა გითხრა. გისმენ. აი რაღაცებს ხო არის რომ ეხლა უკვე ნაკლებ ყურადღებას აქცევ. აი რა არის ეს? შენი აზრი. დანარჩენ ადამიანებს. მათ აზრს. მათ აზრს ხო. დიდი ყურადღებით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ მართლა? მე ვიყავ ესეთი ბავშვი, ყველა ჩემზე უფროსი მეგონა ჩემზე ჭკვიან. მე ეს ცხოვრება და მანახა რომ ეს საერთოდ არ არის. მეცხოვრებ და განახა რომ შენზე უმცროსებიც შენზე ჭკვიანებიან. ასაკი არაფერ შუაში. ხო, ანუ ასაკი არაფერ შუაშია და ასევე ცხოვრება ბავშვობაში მეგონა რომ ყველა მე მიყურებდა. ანუ მე რასაც ვაკეთებდი, ის ყველა მიცოდა. რაღაც შეცდომას თუ დაუშვებდი, რაღაცა ორიანს თუ მივიღებდი და მე ეს ცხოვრება და მანახა რომ ყველას ფეხებზე კიდია შენი ცხოვრება და შენ უნდა დაიკიდოს სხვისი ცხოვრება. რაღაცა ის მან დავარ. თლად ბუდიზმი არ არის, მაგრამ რაღაცა პარალელური რაღაცა ის არის რა. კიდე მართლა დაახლოებით იგივეა, რა შეიცვალა, იცი? ადრე ცდილობდი რომ ყველასთვის კარგი ადამიანი ყოფილიყო, ანუ ყველას მაწვდომები და ეხლა ხვდები რომ ყველას აზრი აღარ არის მნიშვნელოვანი რა. რაღაც ადამიანების წრეა უფრო მცირე, რომლებისთვისაც ცდილობ რომ კარგი იყო. ვიღაცების აზრს ნელ-ნელა რაღაც ხო. არა ხო, ნუ იმიტომ რომ ჯერ ერთი მართლა ყოველას მოსაწონი ვერ იქნები, თუნდაც ძალიან ბევრი ადამიანი, თან ეს ბევრი აზრი გამოჩნდა, ანუ მან ადრე არ ჩანდა რა, ანუ ამ ბევრი ადამიანების აზრი არ ისმოდა. ანუ ახლა გულისხმობ აი სოციალურ ქსელებს. ხო, ყველა ინდივიდის აზრი სათითაოდ შეიძლება მოისმინო ვინც კი იტყვის და ადრე ეგრე არ იყო, ადრე შეიძლება რაღაცა საერთო აზრი იყო და იმ საერთო აზრს ერგებოდი რა. როგორც წესი, ჭკვიანი ადამიანები თავის აზრს ხშირად არ გამოხატავენ, როგორც არაჭკვიანი ადამიანები. ამისად სოციალურ ქსელში რა ხდება წარმოიდგინე. კი ბატონო. ამიტომ ამის მერე წარმოიდგინე ხა გაუწიო უნდა იმას ანგარიში თუ არა, გაჯობი. რუსთავიაში რომ მოვედი, ჩვენ ხო ბევრს მუშაობდით, ჩვენ რასაც ვაკეთებთ იმ პროექტზე და ასევე ვაკვირდებოდი, რომ სხვაებიც ბევრს მუშაობდნენ. ნიუსრუმში, გარედან ჩანდა რომ უფოსფოსი იყო. ქვემოთ გაზეთი იყო ის იმათს ეტყობოდათ რომ მუშაობდნენ. ზემოთ ინტერნეტ რაღაც პროვაიდერი ჯორჯი ონლაინი. ყველაფერს მუშაობდა და რა ადგილზე მუშაობდით ხალხო? ამ სიტუაციაში იყო ერთი პროექტი, რომელიც ნერვებს მიშლიდა. რომ აი ეს რატო ხდება აქ? ტელეხი იპუცები. არაფერი არ ხდება და სცენარი არ ქონდა. და ოთხი სისულელე გამოდიოდა და რაღაც ლა. რა შუაშია ეს? ვიღაცების აზრი ნელ-ნელა დავიკიდეთ, ხო, ზუსტად მახსოვს ის მომენტი, როდის დავიწყე ეს. ჩვენ გადაცემაში ქონდა რაღაცა ხუმრობა მოსკვიჩზე. და ვიღაცამ კომენტარებში გაგულანძღა მოსკვიჩი რატოა თქვენი დასაცინეო და მე რაღაცა სული ლანძღას მეყოლა. ბიჭო, ამაზე აუნერვიული და მე მოსკვიჩს რო ადამიანი იცავს. იმის აზრი უნდა მაინტერესებს. მოსკვიჩის არ ვატირე. თავის დამცველებიან კებლებიან და მომეშვა რა. და ეს კი მოსკვიჩის გულისთვის როგორ გავლანძღავ ადამიანს. ვართ გამოჩენილი ქეთი ბაქრაძის გამოჩენილ და პოპულარულ სამზარეულოში. სამზარეულო სტუდიაში. სამზარეულო სტუდიაში. ესე იგი ქეთი, იცი რა უნდა მოგილოცო? ამასობაში ევროპროდუქტის ბრენდ ამბასადორი გამხდარ ხარ და მომილოცნია ეს დიდებული ამბავი და რას ნიშნავს შენთვის აი ბრენდ ამბასადორობა ევროპროდუქტისა? იცი რას ვფიქრობ, რომ ძალიან ჩემთვის საყვარელი მაღაზია იმ თვალსაზრისით, რომ როგორც შეფი ყველგან ვეძებ განსხვავებულ და საინტერესო პროდუქტებს. სწორედ ევროპროდუქტი არის ისეთი მაღაზია, სადაც ძალიან საინტერესო, აბსოლუტურად განსხვავებულ პროდუქტებს პოულობ. აი ისეც, რომელიც არც მიფიქრია, რომ შეიძლება თბილისში ვიყიდოთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მიყვარს ძალიან ბევრი соуსები, ჩასაწობები, რაღაცა ეგეთი რაღაცები, რაც მე თვითონ ვაკეთებ და ევროპროდუქტში პოულობ ხოლმე, მაგალითად ძალიან მიყვარს არტიშოკის პიურე არის
ტრუფელით, არის ძალიან საინტერესო პესტოები. ვიცი რომ შეიძლება ისეთ ამბავს გეკითხები, რა თქმა უნდა, ხარისხიანი მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომ განსაზღვროს ხარისხიანი პროდუქტი კერძის ამბავს ესე? იცი როგორ არის? აი ახლა მაგალითად დღეს მე უნდა დავამზადო საღდგომო კულიჩი, პასკად წოდებული ასე. და მთავარი აი ამ კერძში არის მაგალითად ხარისხიანი კარაქი, მაღალცხიმიანი კარგი. ასევე აი მაგალითად მე ძალიან ხშირად ვამზადებ სახშიც და რეცეპტებშიც და მიყვარს გიჟდები და ყველა გიჟდება ტაფის ხაჭაპურზე. ხო. აი ამ ტაფის ხაჭაპურზე მთავარი ინგრედიენტი არის ხარისხიანი კარაქი. ხო. წომში. კარგი. შენი პირველი ევროპროდუქტის პროდუქტი. ესპანეთში ვცხოვრობდი და ევროპა აქ რო გადმოვედი, ევროპროდუქტში დამხვდა მაგალითად ელპოზოს პროდუქცია, რომელიც ძალიან კაი ხამონებია, ძეხვეულია, რაღაცა ისეთი რაღაცები, კაი ყველები. ასევე არის რაღაც ამბები, რაც ყოველთვის როგორც თქვი, соуსები. ნუ ვალიო იყო, ჩემთვის პირველი იყო ვალიო. პირველი ევროპროდუქტი ჩემი იყო ვალიო და შენთვის იყო ეს ძეხვეული. უფრო დელიკატესები, იმიტომ რომ კარაქს ეტყობა ყოველთვის, იმიტომ რომ ვალიო მართლაც არის განსხვავებული ხარისხი, პირდაპირ შემიძლია თქვა ყველა იმ კარაქისგან, რომელიც ბაზარზეა. გემო და ცხიმიანობა და უნივერსალურია, როგორც აი თქვა მე ჩემი სამზარეულო სახშიც კარაქის გარეშე გამორიცხვლე დილა უნდა დავიწყო აუცილებლად კარაქიანი პური რაღაც ეგეთი რაღაცები უნდა მქონდეს. უნივერსალური რას ნიშნავს, რომ ცხობაშიც კარგია. ხო და კრემში ჩემი ცნობილი კრემსაც კარაქი ჭირდება და ესე წასასვლელად და მისართულად. და შენი ბოლო აღმოჩენა ევროპროდუქტში. ბოლო აღმოჩენა იყო სხვათა შორის ის მოვემპიკის პროდუქცია და განსაკუთრებით მომწონს მოვემპიკის კაფსულის ის ყავა. ესე იგი, მეგობრებო, მე ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. აი ხო არის, რა ვიცი, ჟურნალისტებისთვის არის რაღაცა კაი კამერა, სტუდია. ხო და აი აქ ვასრულებთ ევროპროდუქტისა და ქეთის და ამ დიდებულ ამბავს, ველოდებით რეცეპტებს, ველოდებით ამბებს და კიდე რას დაველოდოთ. რას დაველოდოთ? ჯერ ეს ერთი დაველოდოთ იმას, რომ ძალიან მთელი ხიბლი, ვთქვათ, მზადების და ეხლა თვითონ აი რასაც ვამზადებ, ხაჭოს პასკას და კულიჩს, ყველა დიასახლის აყობა, აუ მაგას რა გამაკეთებინებს, ხო? ამ დროს ჩემი ამოცანა არის, რომ გემრიელად, კარგად, მარტივად და რაც თორე დაუღლელად ყველა დიასახლისმა შეძლოს, რომ გააკეთოს ეს მითად ქცეული, ძალიან რთული თქვათ კერძები, კულიჩი ძართული, მე თვითონ ძართული მეგონა, აი ძალიან რთული და მე ერთი 10 რეცეპტი შევამჯერებებია ჩემი მეგობრების, დედების, ბებიების, რაღაცა და მივხვდი მე ამას და მე რომ მივხვდი მე კარგად შემიძლია რომ გადმოვცერო ყველასთვის გასაგები. დიდი მადლობა, მეგობრებო, მოკლედ გემშვიდობებით ქეთი ბაქრაძის სამზარეულოდან და ასეთი იყო ევროპროდუქტული შეხვედრები ეკახოფერიასთან და მის სტუმრებთან ერთად. აი მაგალითად, როდესაც გადის თქვენი გადაცემა და როდესაც იწერებიან იქ YouTube-ზე, კითხულობთ, პასუხობთ, აი როგორ ხდება? ყველაფერს ვერ დაიკითხავ რა თქმა უნდა, მაგრამ ყველას ვერ უპასუხობ. ყველას ვერ უპასუხობთ. ძირითადად კითხულობთ, სიმართლე გითხრა, მე არასოდეს არ ვპასუხობ. ხო. მე ნუ დამილაიქებია. მე ვალაიქებ. მეც ვალაიქებ. აი რაღაც მომეწონა თუ აი პასუხსა მე ვარ რეპორტერ. ვარ რეპორტერ. აი ესე ხათაშორს, აი მართლა შეგიძლია და რეპორტერი. არა, ხო. გასწავლი. ჯერ ავიდე, ჯერ თქვენი წყალი გადმომეს ხას ჯერ, ასე ვთქვათ, ხო და მე ვნახოთ ყოლებსაც დავარეპორტე, მაგრამ რას ვამბობ, იცი? წყალი გადმომესხასო. რა გამახსენდა, იცი? კომუნისტების დროს, როცა საბჭოთა კავშირში განვითარებული სოციალიზმი იყო, ვიყავი ჩასული იემენში. აი ხა ხუსიტები რომ მომენა. მაშინაც ესე ქვემოთ იყო და ხალხი ესე გვიყურებდა ქვემოდან ზემოთ. აი ჩვენ რო ამერიკელებს უყურებდით და ერთმა რამ გითხრა, იცი? იქ განვითარებულ სოციალიზმი. ხო და ეგ ხარ. ეს გამახსენდა. მეორე ჯერ მაგ ეს გძნა.
ერთხელ იემენში და მეორეჯერ შერატონში. YouTube-ის იემენი არის. ო, ანუ შენ გონია რომ შენ იმაში მსოფლმხედველობაში, YouTube მსოფლმხედველობაში არის კასტები, ხო? ხო, სად ვარ ახლა მე? შენ არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ვართ უფრო მაღლა. ჩვენ ვართ აი ინდოეთში ბოლივუდის ვართ. კორექტულად უთხრა, ჩვენ ვართ უფრო ისე ვთქვა, შენ ხარ უფრო დაბლა. არა, იმიტომ ჩვენ ძველებიო, ჩვენ ვართ YouTube-დან მოვდივართ, იმათ შთამომავლები ვართ. არასდროს ეგეთი იუმორისტულ და რაღაც პროგრამაში არ ყოფილი ვარ და საერთოდ აღარ დავდივარ უკვე ტელევიზიებში. აქ რო დამერეგას, ნუ ის ცალკე უარს ვერ ვამბობ საერთოდ მიჭირს თქმა. გავითვალისწინებთ. და ამიტომ ისე და აქ ხო, ნუ ვიფიქრე რომ ვაინა. რატომაც არა. ხო, ხო, სოფლელი კაცი ვარ, გავსოფლელი იბზი ვარ და წარმოვედი ხა წამისვეც გავიფიქრე. სად ხარ სოფელში? კუდალით. ეზე მომუშავე. წახვედი და წახვედი? ხო, ნუ ვცდილობ იქ ვიყო, შორს არ არის. ციფში. და ნუ ზღაპარია, მე და მამაჩო დავიწყდა შენება, მე ვერ დავამთავრე და მე დავამთავრე რაღაცების წინ და ნუ ზღაპარია. საიდან ვსწავლობ კაცებს? ტელევიზიიდან. ესე პირადად არის. არა. ეხა პირველად შედგა თქვენი მართლა? ტელევიზორში ხო ძრო უყურებ, ხალხს გონია რომ იცი. გონია რომ ის ხო. რაღაცა და მოიცი. ლაკია. ვა. გამარჯობა. თქვენც გისურვებთ მალე გონ. გამარჯობა მოგესალმებით, კაცები კვლავ YouTube-ზეა. ეხა მე რა კითხვა მოხდა? მე რა ვქნა? არა. მოიცა, მანდა მე რა ვქნა? რაღაცები და გამოკითხოთ. რამდენად სარფიანია YouTube-ში საქმიანობა? განავრცე. სარფიანია მარტო თუ ხარ. პრობლემა ჩვენ 4-ზე ვინაც. არაფერი არ ჩვენ იმას ავითხრათ, ხო, 7 კაცა და კვარტეტი და პრობლემებს კიდევ 7 არ ხართ, მიდი აბა. სარფიანი არის. ჩემი აზრით არ უნდა ეცადო ყველას მოიწოდო, იმიტომ რომ ხო, მე უჭრელ ხავს რომ მოიწვევ ზოგს ისავე მოწონს, ზეგსავე და არის ქაოსი და თავის ტკივი. ხო. მაგრამ აქ მეორე პრობლემა ხდება, ქართველი მაყურებელი არ არის იმდენი, რომ YouTube-ზე ბედნიერი იყო შენ გვიან მოსული ადამიანი. აგვიან მოსული ადამიანი რატომ ვერ გავიგე? YouTube-ზე ხო გვიან დაიწყე. იქ ხო დაგხვდა ვიღაცა. და უკვე წაღებული გაქვთ ყველას ეს. შეგიძლია. ეს დიდი ნამცხვარი. აი წარმოვიდგოთ რომ YouTube-ი ქართული არის დიდი ტორტი. ხო, და გული უკვე შეჭმულია. კი. ხო. აი, ნახე შენ ლეგენდა უნდა შეიქმნა, რომ YouTube-ზე რო ანაწილებდნენ მაყურებელს, შენ დაგაგვიანდა. ბოლოს მიყო და კომპიუტერმა. ჯონ YouTube-ს ისე მოეწონა შენ. რაღაცა ქონდა ღმერთობა დედა, რაღაცა ქონდა თავისთვის შემონახული. ო, და საუკეთესო მაყურს, საუკეთესო. ინახა ჩემთვის. რაზე შეიძლება რასაკეთებთ რომ მომიყვეთ? მოკლედ გეტყვი, მარტო კაცებში გვაქვს რამდენიმე პროექტი. აი რა არის? ერთი თვითონ კაცები. ხო. გვაქვს სასცენო პროექტი კაცები ლაივი, რომელსაც აი 60 თვეში ერთხელ ვატარებს და ეს ვიდეო პროდუქტი არ არის, ჩვენ სცენაზე ხდება და იქვე რაც ხდება ვეგასში, ის რჩება ვეგასში. უი რა კაია. კარგი არის. კაცები ფართი. ეს არის უფრო საგუგუნო, სადაც ისევ ჩვენ ვართ, მაგრამ ძირითადად მუსიკალური. ხო და აი ეგრე გვეგონა და ერთი წამით, აქ ცოტა ბუბუნი, გუბუნი თუ არა ბუბუნი. დაწვრილებით, ერთი შენ მეოთხე პროექტი არის. მეოთხე კაი თქვი, მეოთხე რა გაქვს? კაცები ორგია გვაქვს, მაგრამ კანონმდებლობა არ კაცები ორგია გვაქვს. მაგრამ იქაც არის რაც რჩება, რაც ხდება, იქ რჩება კაცებში. 18 პირიქით. პირიქით იქ დევიზია დასამალი არაფერი არ აქვს. ეს ცოდნა რო გაიტანა. ეს არის სპეციალურად გერმანულ ენოვანი მოიცა. ერთი წამით, კაცები ფართიზე რა ხდება? კაცები ფართი გავაკეთეთ 3 ჯერ. ორჯერ გავაკეთეთ და ეს იყო რაღაცა დაბადების დღე იყო ჩვენი.
და გადავწყვეტეთ რომ რახან რაღაცა ესეთი ამბავია, მოდი რამე ხო არ ქნათ და აი ძალიან უცბად გააწყდა რომ სადმე გაგვეკეთები. გავაკეთეთ ის 100,000-ზე გავაკეთეთ პირველი და 100,000 და მეორე კი არა 100,000 იყო და ვთქვით რომ გამოვწერზე? რამე გავაკეთოთ და მოდი რა გავაკეთოთ და ჩვენ მაყურებლებს რომ შევხვდეთ სადმე შევიკრიბოთ. არ წარმოდგენ არ მქონა რა, აი მუშაობდა როგორი მუშაობდა შევიკრიბეთ აი ეგ სანაპიროზე სახელოსნო რო არის იმ ბარში. და აღმოჩნდა რომ იმდენი ხალხი მოვიდა რომ ნუ ვეღარ ვეტევით. აი ესე თქვით რომ მოდითო? ხო, აი რაღაცა 2 დღით ადრე თუ რაღაცა თქვით რომ მოდით. ყველას ესე მოდით. ხო, და რაღაცა მე მივხვდი რომ ბილეთები იყიდებოდა. ხო. ბილეთების კი იყიდებოდა, მაგრამ ნუ აღმოჩნდა რომ ვერ ვეტევით რა იცით. და მე გადავწყვეტ რომ ვარა, მაგრამ წავით, თან ძალიან კარგი იყო ყველა მაყოფილი იყო იქ რაღაცა და გადავწყვეტ რომ მოდი გავაკეთოთ რაღაც დიდი ამბავი, რაღაც ვენიუ ვიქირავეთ ლისზე და 3,000 ადამიანი ბილეთი გაიყიდათ, სადაც აღმოჩნდა რომ ვერ ჩავეტიეთ და საოცრება ხდებოდა და კარგი, რას ვერ დაგვემართა ლაპარაკო? კაი ამბავი. და მაინდ მოკლედ მოხდა ესეთი რამე, ჩვენ არ შეგვიმოწმებია, მაგრამ გვითხრეს რომ 3,000 ადამიანი ეტევა და ყველაფერი კარგად არის. დამაეჭვა იმ ფაქტმა, რომ ეს 3,000 ადამიანი უნდა შემოსულიყო, აი დაახლოებით 2 მეტრი ზიგანის კარები. ერთადერთი შემოსასვლელი. ოღონდ ამავე კარიდან ვიღაცები გადიოდნენ მოსაწევადაც. და ამავე კარში იყო საპირფარეშოებიც ამ მხარეს და მეორე მხარეს რაღაცა ტოკენები იყიდებოდა და ნუ შემოსვლა გახდა შეუძლებელი. მე აღმოჩნდა მილთა მოედანზე რაც ხდება ხოლმე ეგ. დედა. ხოდა რაღაცა რაოდენობის ხალხი ბორჯომის გადასახვევთან ვეღარ შემოვიდა. უ გაიჭედა იმ შემოსასვლელში ხო, რა? ზოგი შემოვიდა, ვეღარ ისუნთქა და გავიდა, იმიტომ რომ შიგნითაც ვენტილაცია არ იყო, მე მგონი ისე კარგად მოწყობილი. მოკლედ გამოუცდელი ამბავი გქონდა რა. მე გვინდა რომ გამოგვესწორებინა ეს ამბავი. მე აუ, იქაც ისეთი რაღაცები მოხდა. ესად მოგვიყვანეთ რაღაცა. იყო, ეგეთი სპეციალურად მივმართეთ. რა უჭირს პირდაპირ ესო, ესე გეჩხუბებოდნენ მართლა? დავწერეთ, რომ ყველა ვინც შემოხვედით, მხოლოდ დაგვიკავშირდით და ყველას დაურეკეთ პირადად და შევთავაზეთ 3 ოფცია: ან გადაცემის ჩაწერაზე მოსვლა, ან ლაივზე მოსვლა, ან ბილეთების თანხის დაბრუნება რა ბოდიში და რაღაც. ეს რა? ორი შემთხვევაში დაუბრუნეთ და ორი შემთხვევა. დაიჭირე ყველა პირიქით, უირაკაი არ ვერ შემოვედი მანდ. და ერთი ლაივი დავამატეთ სპეციალურად მაგისთვის, რომ ეს ხალხი ვინც იქ ვერ მოხვდა. აქედან გამომდინარე, რომ გქონიათ თუ არა თქვენ ესეთი ეგრეთ წოდებული კორპორატიული დაკვეთები. კი. როგორ უყურებთ ამ ამბავს და რა ხდება? ძალიან კარგად უყურებ, თუ კარგად იხდიან. აი, თუ არ იხდიან კარგად, არ თანხმდებით. აი ესეთ მარტო. აი, რას ნიშნავს არ მინდა ციფრები, მაგრამ აი კარგად იხდიან დაახლოებით აი როგორ გაჩნია რას სიტყვის კორპორატიული რა. შეიძლება იყოს რაღაც ახალწლო კორპორატიული, სადაც შენ მიდიხარ და უბრალოდ რაღაცა 1-15 წუთი გაგდა იმას აკეთებ. შეიძლება იყოს რომ მთელი საღამო შენზეა. არ მანდიდან მაგის მიხედვით არის გამომუშავება. მოკლედ ისე რომ გითხრა, აი ამ კორპორატიულში ვიღებთ დაახლოებით იმდენს თითოეული, რაც მთელი თვე YouTube-ზე მუშაობ. კი ბატონო. დაახლოებით ხო თანაზომადია. მეც მიხდიან. ამას მეც ვხდე. კარგი, ვინ არის მთავარი მომლაპარაკებელი თქვენთან? მე შენ? ანუ თუ რამე ფინანსები ამბავი, შენ უნდა მოგმართო? ხთამი, მახუთი ჩემი. ძვირფასო ბიზნესმენებო. იციან. ჩვენ აუდიტორებს შეიძლება არ ვიცოდნენ, ჩვენ აუდიტორებს. ანუ მოდი შენთან. დათო მიცის მაგათინოა. მაგრამ აქ ფელი ამბავი რა, იცი რომ ეხა ახალი პროდუქტი გვაქვს. ხო. რომელიც ამ კვირის ბოლოს უნდა გავაკეთოთ კორპორატიულებთან და მგონია რომ ეგეც მაგარი რაღაცა იქნება. რა? ეხლა კიდე ერთი ახალი პროექტი გვაქვს, ეს არის მოკლედ იდეა ესეთია, რომ წავიყვანოთ ჩვენი მაყურებლები ქალაქიდან და ჩვენთან ერთად ვამყოფოთ 2 დღე და გავართოთ, აი დავღალოთ გართობით და ჩამოვიყვანოთ ისევ თბილისში. კორპორატიული გაიხსენეთ რამე ესეთი ყველაზე ისეთი მოულოდნელობა ან რაღაცა უხერხული მომენტი თუ შეკრეთ. მოგეთ კორპორატიული რომ ცოტა ისე დაგამახსოვდათ. შევქმნია ძალიან უხერხული მომენტები და ამაზე გიორგი მოგიხსნა. დიდი გამოცდილება არა გვაქვს, სულ ალბათ ერთი
ხელის თითებზე ჩამოუთვლის. ცოტა კორპორატიული ქონდა? ხო, ჩვენ თვითონ მაინდა-მაინც არ გიყვართ ეგ ამბავი. ხო. რატო? მე მგონი შენ არ გიყვარს. მე ნამდვილად და დანარჩენებიც მაინდა-მაინც თავს არიქა. იმიტომ რომ ჩვენ იუმორი არ არის ისეთი იუმორი, რომელსაც თან ჭამ, თან სვამ და ხო, აი ეგ როგორ მიუზია ბადრიჯანს არ უხდება. უფრო სასცენოა ჩვენი იუმორი, ვიდრე სასუფრე. პირველი ვინც მოვიდა ამ იდეით, ვისაც დავთანხმდით, მან თავიდანვე გითხრა, რომ ჩვენი კორპორატიული ტრადიცია არის, რომ ჭუბით თავდება ხოლმე. უიდედა. არ გაგიკვირდეთ. აჰა. და ზუსტად თქვა, როდის მოხდებოდა ეს ჭუბი. კი, წუთიც გაარდა. კაი, გიხოთ მე. არა, მართლა სერიოზულად თქვა, რომ ბენდი რო დაამთავრებს, სანამ DJ შევა, მაგ დროს იქნება ჭუბი, რო იცოდეთ. თქვენ არ ინერვიულოთ. სადიხავით. ბენდი რო დაამთავრდა, გავიხედეთ მან და დაწებულია. ადრე მე რაღაც ბოლო პერიოდში აღარ გავკეთებია, მქონდა ლექციები. რაღაც როგორ ვაკეთოთ იუმორი რა და იდეაში არის რომ ამ ლექციის აზრი იყო რომ იუმორის კეთება შეუძლია ყველას რა და ჩვეულებრივი კი ჩვეულებრივი აი მაგას მე შემიძლია იუმორის კეთება? ჩვეულებრივი სწავლადი რაღაცა როგორც ხატვას ისწავლი როგორც აი როგორ? აი რამე არის რაღაც აი დაუშვა. ნუ ეხა კურსი უნდა დაამთავრო ეხა ეს მაგალითად. რა ჩემი კურსის დამთავრება ჭებოდაცო. არ არის ძვირი. რამდენ შენია პოდკასტი ეს თუ მოიყვან ეხა რახან აი ეს პროდუქტი რაღაცა უფრო კორპორაციებს გვინდა შევთავაზოთ ცოტა შეცვლილი იქნება ეს ლექცია და იქნება იუმორი კორპორატიულ კულტურაში იმიტომ რომ კი და სხვა შორის აუმჯობესებს მარგი ქმედების კოეფიციენტს თუ კორპორატიულ კულტურაში იუმორის ადგილი არის. რაღაცა მენეჯერებისთვის როგორ შეიძლება ხუმრობა, ვიზე შეიძლება იხუმრო, როცა რა პოზიციაზე ხარ და რაღაც ბევრი ლიტერატურა არსებობს ამის შესახებ და ამის რაღაცა ის არის რა, რაღაც მორგებული ვერსია იქნება. ანუ თქვენ აიღეთ იუმორი და ამ იუმორის მრავალფეროვანი მენიუ ჩავშალეთ, ხო? ყველა მხრიდან ვატრიალებ თქვია ზრდილობიანად. არსებობს თუ არა საშუალო კრიზისი მამაკაცებში. რა თქმა უნდა, კაცო, არსებობს და გადამდებია. აი რაში გამოიხატება? ვირუსი. ეგ სამედიცინო მოვლენაა და მჯერა რომ არსებობს და აღწერილია რაშიც გამოიხატება. ზოგი წვერს უშვებს, ზოგი მოტოციკლეთს ყიდულობს და ასე შემდეგ. წვერს უშვებს ზოგი თქო. მაგრამ ეს ემართება ხალხს, ვინც საშუალო ასაკში აცნობიერებს, რომ უი, ამდენი სვარ უკვე და ჯერ არაფრისთვის არ მიმიღწევია სერიოზულობას. და მე მაგას საკში რომ ნახე რა რისთვის მიმიღწევია და რისთვის არა. იმ წუთში მოუშვა წვერი. კრიზისის დაწყება უნდა მიმეშვა და შევადარე სხვებს. აი ესეც ხო ჩემი ასაკისაა. რა ასაკია ეს, როდესაც იწყებ აი რაღაცების, როცა მართლა რაღაცას ფიქრები მოდის, რომ მოიცე რა ხდება, რას მივახცე. 40-ის მიდამოებში, ხო? იცი რა გააჩნია ადამიანსაც რა, მე მგონი რომ რაღაცა ის არის 50-50-მდე ალბათ, რომ ზოგს ესე ეწყება ზოგს. სიბზნის კვილივით არის რა, ზოგს როდის ამოუვა, ზოგს როდის. ხო და ინდივიდუალური. თუ შენ გააცნობიერებ რომ ეხა 10 საშუალო სტატისტიკური ქართველიდან ან მეზობლიდან ან უბნელიდან შენ 8-ზე უკეთესად რეალიზებული ხარ მომენტისთვის, მაშინ არა გაქვს, ან ნაკლებად გაქვს ეს კრიზისი და. ანუ ეს მაინც არის თვითრეალიზაციასთან დაკავშირებული, რომ რაღაცა. ანუ ეხლა რეალიზებული ხარ, კრიზისი რატო გექნება შუა ასაკის? ხო, მაგრამ რაღაცა სხვა მოგინდეს, ანუ ის რაც გქონდა და რასაც წარმატება სრულიად სხვა სფერო. შეიძლება მოგინდეს, მაგრამ კრიზისის ფონზე არ მოგინდება. არ იქნება ეს კრიზისი. კრიზისი მოვა. აი რატო არის მამაკაცები ხო არის, აი მაგალითად ეხა ამაზონის შეფზე ამობენ, ღმერთმა ყოველას ეგეთი კრიზისი მისცა, როგორც მას აქვს, მაგრამ ნუ რეალურად ადამიანი გახდა სხვა ადამიანი, ხო, სხვა ცოლი მოიყვანა. მე მგონია რომ ეგ რაღაცა ფიზიკურ ფორმაშია, სხვანაირად იცვამს. მე არ მგონია რომ წარმატებაზე იყოს რა, იმიტომ რომ აი რაზე ხო? ბეზოსის მაგალითით აიღე რომ შეიძლება რაღაც ძალიან წარმატებული ფინანსისტი იყო და უცებ რა 40 წლის ასაკში თქვა რომ ეს ფინანსები ისეთი რამეა, რაც მთელი ცხოვრება უთყვილა დავახარჯე ამდენი დრო და მისდა მეხოდა წარმატებული ფინანსისტი იყავი, ბევრი ფული იშოვე, კარგი თანამდებობა გეკავა.
უცბად აი ეს პრობლემა წარმოგეშოს, რომ აბა რა ვაკეთო და არ ვიცი სხვა რა ვაკეთო და ამან გამოიწვიოს აი ეს შენი წვერის მოშვება და რავი დავარქვათ ეს რაღაცა მთელი ტატუები. ხო. ამიტომ ბევრნაირია რა, შეიძლება ის რომ ვერაფერი ვერ მოვასწარი ამ ცხოვრებაში და ამ დროს თავდება ცხოვრება, ან რასაც ვაკეთებდი კი მოვასწარი, მაგრამ ნუ დებილობას ვაკეთებდი. აი ის რომ მაგალითად ფიზიკური ჯანი და ფორმა აღარ მოყვება ისე რაღაცეებში, ხა ეს მე მგონი ყოველს საერთო გვაქვს ხა გოგოებ დიდ გოგოებთანაც ასეა და დიდ ბიჭებთან. გონებრივიც. ახსოვნება ისეთი აღარა გაქვს, ისე სწრაფად ვეღარ ფიქრობ. მაგრამ ენას ვეღარ ისწავლი მე. ახალ რაღაცებს ვერ ითვისებ და შენი შვილი მოვა 2 წამში გადახებს და ერები გეშლება რომ შენ როგორ ვერ გააკეთე. აი ხა თურქულს სწავლობს გიორგი და ბოქსაობს. იფერებს ვერ გასწავლე. აი ერთი წამი. ხო. თუ კი ვილაპარაკობთ ეს რაც ვქეთ ჯანზე, ფიზიკურ ჯანზე და ის რისი გაკეთებას აღარ შეგვიძლია. აი რა შეიცვალა? რას ვეღარ ვაკეთებთ? გეტყვი აი მე მაგას. მიდი. სცენარისტი რო ვიყავი 10 წელი, ეს დამჯდარი საქმე რომ მქონდა, ერთ დღესაც გავშეშდი. მართლა? დავაბრალე კონდიციონერს, მაგრამ კი მომითხრა კონდიციონერი წინ გაშეშდიო, კი ბატონო, მაგრამ როზი ხარო მაგის ბრალია, უნდა მითხრა, უნდა გაიწევა ვარჯიშო, იცურო, ჩამომითვალა და ხო. იქიდან ცურვა ავარჩია და იმის მერე ცურა 10 წელი. ო, გადასარევი. ხო და ნუ ფიზიკურად ტყავს მოყვა და მე აქედანაც უნდა სამსახურში რომ მივედი, მე დანარჩენებსაც მოუყევი, იმათაც ახლა ზოგი ეს გაუშეშდა ზოგს ბიჭებს ყველას? სცენარისტებს. ოკეი. მე დღეს ზაფხული იყო და მკლავებს დავაკვირდით ერთმანეთის. სცენარისტებს აქვს უჩვეულოდ წვრილი მკლავები, აი პასტის მეტი რო აფერი გიჭირავს 10 წელი ხელში ეს მკლავი აქ მუსკულატურა იმაშევა რა ხო და ცურვა კი არა დიდი მძიმე პასტა რო იყო 5 კილოიანი პასტით როце მე აი ვცდილობ რომ სულ ვივარჯიშო ხო რაღაც კარგ ფორმაში მაგრამ პრობლემა არის რომ აი ატყობ რომ ტრამვა რომ მოგივა რაღაცა ერთი დღე თუ მყოფნი და ხოლმე ადრე ჩოგბურთს თამაშობ მაგალითად და რაღაც მეტკინებოდა ფეხიან რაღაცა ერთი დღის მერე მალამოს წაისმევ და მეორე დღეს ისე ხარ. ეხა ის ერთი დღე ერთი კვირაა. აი ამეებში ატყობ რა. ვიღაც შენ იასაკისას თუ ეთამაშები, კაი, მაგრამ ოდნავ პატარა თინეიჯერს თუ ეთამაშები, ატყობ რა. ვარჯიში და თამაში კი არა. ფილმს ვეღარ უყურებ, ბოლომდე თუ ძალიან დაძაბული არა. შოქსაში გეცი. თუ ძალიან დაძაბული. თუ ესი არა ხარ? ან ახლობელი არ მონაწილე. იმდენი ფილმის პირველი ნახევარი მაქვს ნანახი. თუ სანამ ხული მოვკარე ვენ ფილმზე რა მივიძუსგები რომ გავიგო ბოლოს რა მოხდა. თან მე ხედველობა გაკლდება სათვალე გინდა მე თავი გტკივდება საწერის საკითხავი გადასამოწმებელი რო არის და რავი ასაკი მოქმედებს. აი რაც ვრილებებს ატყობ შენ თავში, აი ჩვენს კი რომ მოდიხარ ფიზიკურად რისი ჯანი მოყვება, რისი არა, გეძინება თუ არა ფილმზე? ჩამძინებია. სათვალებად ჭირდება. უკვე გჭირდება. ხო, მაგრამ ხო ეს არ ვიცი ასაკის ბრალია თუ იმის ბრალი რომ 21 წლიდან ეს მიწევს. ხო, ვარჯიშით არ ვარჯიშობ, ჩემი ვარჯიში ახლა რაც არის ყველაზე ისეთი არის ფეხით თავდივარ ბევრს. ეხლასაც ვახერხებ ეს. ნუ წონის პრობლემა არა გაქვს. ხო, ჯიმი მივხვდი რომ ჩემი არ არის. არ არის. აი რა არის შენი? აი ცურვა მიყვარს, მაგრამ ვერ დავალაგე ჩემი გრაფიკი და ბავშვების და ოჯახის გრაფიკი. აი როგორია შენი გრაფიკი? მომიყევი აბა, რომელ საათზე იღვიძებ? რუის თული გრაფიკია. ჯერ ახალგაზრდაა რა. ხო. რუის ნახევარზე მიყავს ბავშვების სკოლაში. ნუ დღეებში 307-ზე. არა, რუის ნახევარზე ვიღვიძებ. ვისა იღვიძებ მერე? მერე ვიცმევ. თუ ზამთარია ჩავდივარ მანქანას ვახურებ. მიმყავს ბავშვების სკოლაში, მოვდივარ. საუზმე, მერე ძაღლი ჩამყავს ვასეირნებ. ამოვდივარ. ოჩახ. მერე თუ მოვასწარი და რა მეგასაკეთებელია სახში ის პური არა გვაქვს აი გოგიტასთან ფარშს მიიღებდნენ და მოიგანება. მაშაღირებს მარტო. არა, ეგრე. მერე? მერე უკვე სამსახურისკენ. და ეს ან ვიღებ ცოტა დიდ დროს
მისასვლელად თუ ფეხით ბევრი გავიგე. მითხრა. ჯანი, რაში მოყვება, რაში არ მოყვება, ვარჯიშობ, არ ვარჯიშობ. ყველაფერში მომყვება. რაშიც არ მომყვება, იქით მეც არ მივდივარ. ნუ აი რაში, რაზე წდება გული, აი რაღაცა უკვე 50 ხინკალს ვჭამდი და სადღა. 10 ხინკალი არის მაქსიმუმ. 40 ხინკალი წაიღო წლები. მაგაზე წდება გული. მაგრამ რა არის თავს რითი ვიმშვიდებ? მაშინ პატარები იყო ის ხინკლები და ეხა დიდებია. შენ ისე გამختار ხარ? კი. ხო, ეს შენ რამე დიეტე ჩადე შენი შრომა ამაში? პურზე და შაქარზე ვთქვი უარი. და გადახვედი sugar free-ზე. ხო, მაგრამ პურს და შაქარს ვამატებ მაინც, იმიტომ რომ ეს უშაქრო კოკაკოლას და ის ხომ შაქარს ჩაყრის. შაქარზე მართლა ვთქვი უარი, იმიტომ რომ საერთოდ არ იღებ შაქარს? ნუ მე ძირითადად შაქარს ვიღებდი ყავასთან ერთად და ყავას ვამდი ძალიან ბევრს, აი 10 ჭიქას ვამდი დღეში. თითო ჭიქაში პატარაში ვყრიდი 2 კოვს შაქარს, რა ჯამში გამოდის 20 კოვზი შაქარი და ფუტკრის კავერი თვისებს. ხო და ამაზე ვთქვი უარი. რატო ჯანმრთელობამ შეგაწუხა თუ გააზრება მოვიდა ესეთი? ექიმმა მითხრა რომ არ ჭამოო შაქარი. ანალიზები რო ნახა ექიმმა. გაგიჟდა და განგაში ატყდა კი. ხო. ხო, ნუ ამიგზადეს ეს ტიპები და დავანებეთავი და რავი შედარებით მოვიგებ. ძირფასო მეგობრებო, მე ნამდვილად ვერ ჩამორჩები სხვებს და მეც მინდოდა რომ ეს არაჩვეულებრივი ბიჭები მეც დამეპურებინა. ჩვენ ვართ რესტორანში 10. ამ სასურსათო მათხოვრობა. გასტრონომიული მოთხოვნა. გასტრონომია შედეგი გამოიღო. მოკლედ, ესე იგი რა მინდა ვთქვა, რომ ეს არის რესტორანი 10. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადგილია, იმიტომ რომ აქ სხვა წლების წინ ჩავატარეთ ესეთი ძალიან კარგი მიღება, იამაყები თბილისს და მოგეთ ძალიან მიყვარს აქაურობა. მაშინ რატო არ დაგვიძახე? მაშინ რატო არ დაგიძახეთ? მართლა, ხო. მაშინ უფრო სითის ირგვლივ ტრიალებდი და ასე ვთქვა და ეს ვერ გავითვალისწინე. იგოზეთი ვერ. ვილიჯი არ ჩნდება სიტყვაში. ან რაღაცა სამაცვინო ქონდა ჩადები. ვახო გობეჯიშვილი არის შეფსარეული აქაურობის და მთავარი რა არის იცით რომ მთელი გუნდი არის შეკრებილი საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებისგან რეალურად მუშაობენ ადამიანები სხვადასხვა კუთხის კუთხიდან როცა შეუკვეთა გებჟალიას მეგრელი ერთვება შეიძლება ესეც ხმერონზე რაჭა და ეს კი ბატონო და შესაბამისად აი ეს სამზარეულო რომელიც არის ნაზავი და წარმომადგენელი ჩვენი ძვირფასი ქვეყნისა სწორედაც ამიტომ არის აესეთი განსაკუთრებული და კიდევ ერთი რომ სეზონური არის ეს მენიუ და იცვლება სეზონის მიხედვით მენიუ რატომ იმიტომ რომ ნუ ყველამ ვიცით რომ სეზონზე უნდა იყოს ახალი პროდუქტი და შესაბამისად ეს ყველაფერი არის ცინცხალი და ახალი და გადასარევი. ახლა ვიღებთ ჩვენს ვთქვათ ხელსახოცებს და თამადად ვნიშნავ ბატონ დავით ლაბაძეს. უგახდებით რომ შეცდომა ბიჭებო, ნახეთ ახლა როგორი პურის ასორტია. ნუ ეს არის თეთრი პური. ეს გახლავთ წიწიბურას პური. ეს არის ჭადის მაგვარი პური, ანუ პური ოღონ ჭადური პური. ხო, ეს გახლავთ ტკბილი პური, ჩირებით და ამბებით. ქართული სალათი არის, ჩვეულებრივ კიტრი პომიდორის სალათი და ზევიდან აქვს ბადრიჯანი ტემპურაში დამატებული. აქეთ გვაქვს ფხალის ასორტი, ანალოგიურად ამას მოყვება ჭადი, ესე ვთქვათ, სიმინდის ქვილისგან დამზადებული პური და 4 სახის ფხალის ასორტი. შემდეგი არის სულგონის სალათი. მაგას მოყვება ჩვეულებრივ ზევიდანაც დამარინებული ხახვი არის და სულგონის ბურთულები არის. და ერთი ყვავილი მოყვება. ეს შენ და ამას რომ მოჭები, ამას გაიგე.
აი ეს სამაგიეროდ ჯანელას რა ყვავილებს ეს რა არის? ეგეც დეკორაცია, ანალოგიურად გამომწვარი პურის მოგვარად სადეკოროდ უყენებს. არიჭმევა. და ყურადღებით, მეგობრებო, რესტორანი 10, ინტერიერი არის ეს რაღაცა დიდებული, რაღაცა საინტერესო ფოტოები და სხვათა შორის აკაკი გავს იმ ფოტოებიდან გადმოსულ ადამიანს, ხო? რაღაც ისეთი იერიც ისეთი აქვს, ხო? და იმ დროის ფოტოა უკან, როცა თბილისში ჯერ ტელევიზია არის. და როდესაც ტელევიზია არ იყო, როდესაც YouTube არ იყო და ახალი ამბები. ანზა არ იყო და ესეთი ანზა არ იყო და არაფერი და რა ვქნათ ეხა იმ თბილის გაუმარჯოს თუ ამ თბილის? მოდი ორივეს. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი შენ გადაცემაში და შენი ფეხი YouTube-ზე. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებ და იმედია მალე ყველაზე მეტი გამომწერი გეყოლება მთელ საქართველოში და შენ მაყურებელს მოუწოდებ რომ გამოიწერონ ჩვენი არხი. აი ეს. ბუჩქი. გაუმარჯოს. გაუმარჯოს, გაგვიმარჯოს. სურვილი. კაცებს გაუმარჯოს და შეხვედრებს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ირაკლი. თაშმიჯაბი? თაშმიჯაბი? ხო. სანური ეღარჯი. შესაბამისად ეს სწრაფად ადამიანი. ძალიან გემრიელი, მაგრამ რა არისო? კურნალე. ეს არის ასვა. ბატონი გიორგი, რომელიც თურმე დღეში ერთხელ მიირთმევს და აქ ეხლა არის დამკვირვებლის სტატუსით, გვაკვირდება და მე თავის დასკვნებს გამოიტანს. ხო და ხო ძვირფასო დამკვირვებელო, შემდეგი სადღეგრძელო თქვათ თქვენ. რას გაუმარჯოს? მოდი ის ხალხი მოვიგონოთ, ვინც ცოცხლები არიან, მაგრამ მაინც მოგონება ჭირდებათ, იმიტომ არ გვინახავს დიდი ხანია. 2003-ის რუსთავი ორში ვისაც ხედავდით და ეხა არ ვიცი დასავალ დიდი ნაწილი. ხო, ბევრია ეს. ის იქ არის, ის. ხო, შეიძლება აი წეღან მაგალითად ვერ გავიხსენე ნათიას გვარი. ზამბახიძის. და კიდე დამავიწყდა. ნათია. ნათია იყო აი ამერიკაში იყო, ვაშინგტონის საელჩოში მუშაობდა. კი, ეხლაც მგონი რადიო თავისუფლებაში მუშაობს ნათია. ხო, რაღაცნაირად იქ რო ვიყავ, ყველას წარმატება მიხაროდა, არ ვიცი და მიაღწია თუ არა წარმატება, მაგრამ ეგეთი ის იყო, სულისკვეთება ქონდა რუსთავი ორს და ეგ ჩემზე გადმოდიოდა და мотивაციას მაძლევდა და მე რა ზოგის ბედი როგორც ხდება ხოლმე ესე განვითარდა ზოგის ისე ზოგის არ ვიცით იმ ხალხს ყველას აქედან მივესწრა. ხო, გაუმარჯოს იმათ, კი ბატონო. გაუმარჯოს. რუსთავი ორელებს, ვინც მოგვენატნენ. სხვათა შორის დათო გოგიჩაიშვილს დავურეკე, კაკაბას ნომერი მქონდა, მაგრამ მაინც დათოს დავურეკე, მე მოკლედ როცა შედგა ეს შეხვედრა, მე დავურეკე დათო გოგიჩაიშვილს. და ვუთხარი, ეს ფილარმონია ადამიანი რო ხარ, გავიგე, მაგრამ ახლობლობა შენ არიცი, ქალის დაბაზება შენ არიცი, YouTube-ში ახალ დამწყები შენ არიცი. და თავი დამანებეო ესე მითხრა, მაგრამ დათო ძალიან მიყვარხარ მაინც და შენც გაგიმარჯოს. რას ვინატრებდით? რას ვისურვებდით? უფროსმა ადამიანმა დაიწყოს. დათო,
ნუ გარდა იმისა, რომ ყველა ჯანმრთელად, ბედნიერად მშვიდობა იყოს სოფლიოში, ლა. ბიჭო, რავი, ჩვენი ქვეყანა სწრაფად და სწორი მიმართულებით ვითარდებოდეს. ეხლა მართლა ამას ვინატრებდი ახლობლების ჯანმრთელობის გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფიქრობ ეს არის რა. აი ეს ყველაფერი არის და აი შენ კონტექსტში და შენი აი მე ამ დინებას მე თვითონ ავეწყობი. ჩემზე ნუ იტანე. თქვენ ეს მომიწყოთ. მე მაგ ერთი ესეთი სული. რახან ჩვენ პირველი თაობის ქართველები ვართ ამ რესპუბლიკის, მაინც რაღაც უმაკ შეგრძნება, რომ გადავაბარებთ შემდეგ თაობას, რაც შეიძლება კარგ დღეში უნდა იყოს იმასთან შედარებით, რაც ჩავიბარეთ. ხო და ჯერ მაინც მაგ განცდა, რომ რაღაცები კი გაკეთდა, მაგრამ მაინც უკან მივდივარ, ახლა მოსახლეობა იკლებს. თუდად არის მაინც რუდისკენ მიდის და ეს რო შემოტრიალდება და დავიწყებთ გაზდას. მაგას მინდა მოვესწრო. ხო გითხარი დემოგრაფიული ოცნებები. დემოგრაფიული სამაქოცნება. ერთი შვილი ყავს. ერთი შვილი ყავს. ერთი შვილი რატომ ყავს მე? ზოგს საერთოდ რატო არ ყავს? ვიკო შენ მე დათოსკენ უფრო ვიყებ. თუ კარგი ქვეყანაა და გარშემო ყველა ჯანმრთელია. მაშინ არ ვიცი. აი დავждები მე დათო და წავალ სათევზაოდ. აბა რა. ხო და კაი, შენ ცოტა კონკრეტული ვიქნები. ხო, მოდი. ეს ყველაფერი და ბედნიერება რომ გამოვაკლოთ, ხო? დიდი ხანია ლაპარაკობთ და გვინდა რომ რაღაცა გავაკეთოთ აი ჩვენ მიმართულებით საერთაშორისო ბაზარზე, ანუ YouTube-ზე ისეთი კონტენტი გავაკეთოთ, რომელიც მარტო ქართველებისთვის არ იქნება და აი რაღაცნაირად ყოველთვის ქონა ამის სურვილი, რომ ჩემ თავს თუ არ ვიცი, საერთოდ დავამტკიცო თუ ისეც ფინანსურადაც რა თქმა უნდა, კაი იქნება და ყველაფრით, რომ შეგვიძლია თუ არა ვაკეთოთ ისეთი რაღაცა, რასაც მთელი მსოფლიოსთვის რაღაც ნაწილისთვის მოსაწონი იქნება. აი ეს მინდა რომ შევძლო, თუ შევძლები ძალიან გამიხარდება. მე გისურვებთ, აი მთელი გულით გისურვებთ, რომ რაც შეიძლება მალე, რაც შეიძლება ბევრი ასეთი პატარ-პატარა ნატრები გაჩნდეს. რომ თქვენ გქონდეთ ეს, რომ აუ ნეტავ აი ეს გავაკეთო. ნეტავ აი ეს გავაკეთო. აი პატარები არის ბევრი. ხო. მაგას გეკითხებოდნენ მე მოსმენის კულტურა რო რო არა. მაგრამ ეხა ხო არ ვიტყვი, ამდენი ხალხი გვიყურებს და აი ამ ხელათევზი მინდა დავიჭი. არა, რაღაცა სუპერში მინდა დინარას ასახელო ხალხს. ანუ ის მინდა რომ მასწავლა ეხლა. რომანიადეკია ყველა დემოგრაფია. ბატონებო და ქალბატონებო, კაცებს და ჩემს მე ვფიქრობ მეგობრებს, ძალიან არაჩვეულებრივ ადამიანებს, ჩემს უსაყვარლეს ადამიანებს მინდა ვთხოვო, რომ მოგიწოდოთ ვინ დაიწყებს? გთხოვთ ეკა ყოფერიას მაყურებლებო, გამოიწეროთ ეკა. უცნაურია. არა, უნდა მოუწოდო ეკა ყოფერიას მაყურებლებს, ხო? რო გამოიწერეთ კაცები და მე ჩვენი გთხოვთ რომ გამოიწეროთ. აბა ეხა შენთან ვარ სტუმრად და როგორ არა, იმიტომ რომ ხშირად კი არა და უმეტესად არის ისე რომ უმეტესად უყურებენ და არის სამჯერ ან 20-ჯერ მეტი ადამიანი და და 138,000-ზე რო ხარ ასული და ზემოდან რომ იყურებ, არის ჯერ ახლა ყველა შორის ჩვენ არა ვართ ესე. დაახლოებით 80% ვინც გვიყურებს გამოწერილია აქ. მეც ვარ თქვენი გამომწერი. მიდი, აი უყურე აი კამერას. მე მოგმართავთ ახალ თაობას, ვინც დაიბადეთ სადღაც ამ საუკუნეში. 2003 წელსოცა პირველად დავინახე ცოცხალი ეკა ყოფერია. არა ტელევიზიით, არამედ ტელევიზიაშივე. მაშინ ეკა იყო პირველი ნიუსმეიკერი კავკასიაში, შეიძლება ითქვას. ასეთი ადამიანს პოდკასტი კონდეს და არ გამოიწერა, ანუ არ ვიცი ახლა მაშინ თქვენი ისინი გადასაფასებელია საერთოდ რა, ტვინში პრიორიტეტები. ამიტომ თუ გინდა თანამედროვე ცხოვრებას ფეხი აუწოთ, გამოიწერეთ ეკას შეხვედრები ეკა ყოფერიასთან. მადლობა ჩემო ძვირფასო. მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც უყურებს და არ აქვს გამოწერილი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინც უნდა გამოიწეროს. თქვენ გამოწერას ძალიან დიდი მნიშვნელობა, მარტო ყურებასაც რა თქმა უნდა, მაგრამ გამოწერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ეკას ეს ახალი წამოწყება YouTube ჩენელი განვითარდეს, წინ წავიდეს და ასე რომ თუ მოგწონთ, უყურებთ
მივეხმაროთ იმაში, რომ უფრო უკეთესი გახდეს და უფრო ხშირად ნახოთ YouTube-ზე და უფრო სტაბილურად გადიოდეს მოგწონთ და რატო არა. ხო, და თან დავამატებ, რომ ამ რთულ და დაძაბულ სიტუაციაში ყველაზე მარტივი არის არხის გამოწერა. ერთი ხილაკი ტუკ. ხო, რა უნდა მართლა? ამაზე რომ გაყვეწებ და კარგი, თქვენ ისე მართლა ეკახופე, ეხა გამახსენდა. ეკახופერია იყო, აი ეკახופერია და ეხა სტუმრეთად ამას. ეკახופერიასთან პირველად ღამის კურიერი იყო, ხო? და კავენის კონცერტები ჰქონდა ფილარმონიაში. და მახსოვს რომ ეს ღამის კურიერი რომ მიდიოდა ბოლოს იყო ხოლმე რაღაც ხელოვნების თუ რაღაცა ეგეთი ბლოკი იყო ხოლმე და იქ მოვხვდით რა და მაშინ რუსთავერზე ვიყავით და იქ გავარეკლამეთ ესა რაღაცა ყვებოდით რომ ესე რაღაცა ისა გვაქვს წარმატებული იყო ბევრი ყველა ბილეთი გაიყიდა და რაღაცა იყო მაგრამ მახსოვს რომ მე ხალხი მანამდე ხო სულ რაღაცა ხან იმაში ვჩანდი ტელევიზიაში ხან იმაში მე ხალხი მე ვა შენ იქ იყავი ეს ისეთი რაღაცა იყო რომ იმ გადაცემაში მოვხვდი კი და თან ბიჭო რა იყო იცი აი მაგათაც ვიღაც შეხვდა ეკახופერია ნახე კაი რა ოდა ეხა თქვენ ხართ ესე ლეგი სამახავდი ხეთე ეხა ხართ თქვენ ასეთები იმიტომ რომ მინდა მოყვა რა აი მოყვებია თუ რომ ამოჭე მიდი ახალი დაწყებული მაქვს სამსახური რუსთავიოში და ჩვენ ქოდა სართულზე ვიყავით კაცრავად პასუხია და ტუალეტში მომინდა. შევედი ჩვენთან დაკეტილი იყო და ავირბინე და თქვენ სართულზე შევედი ტუალეტში და არ შევხედე თურმე ქალების აშშევედი. დავიკეტე დამთავრდა ყველაფერი გავახე და რომელიც ერთი შემიძლია. ეკაცაც გავუყურე და ქალებს ჩუმად გავხეთე სამიას. მე 17-ზე. ის. ჩემო ძვირფასო. შენს გახსოვს. ვიღაც მამაკაცი რა ალეცილ სახიანი ვაი მე ძალიან დიდი მადლობა და თქვენ კი ჩემი რეკლამა არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც გააკეთე. მაინც ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი, წარმატებული, სტაბილური, აი კარგი ადამიანების პროექტია კაცები YouTube-ზე. სიამოვნებით უყურებ. მე მართლა ჩემი მეუღლე, ჩემი მეგობრები ყველა და თუ არ გაქვთ გამოწერილი ბიჭების გადაცემა, მართლა მთელი გულით გისურვებთ. გემოვნებიანი, კარგი ადამიანები აუცილებლად უნდა გამოიწეროთ YouTube-ზე. ეს იყო შეხვედრები ეკახופერიასთან. როგორც გთხოვეთ, გამოიწეროთ, მოკეთ მომავალ შეხვედრამდე.